გამარჯობა, ეთერში ამოამბე 12 საათზე სტუდიაში ნიკა მუკბანიანი მუშაობს. გამოშვებაში თქვენ ნახავთ. რუსეთის მორიგი იერიში უკრაინაზე, კიევსა და ოდესაზე განხორციელებულ თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა. პასუხი საკრებულოსთვის გამოცხადებული ბოიკოტის დარღვევაზე, მიხეილ კაკაურიძე ლელოდან გარიცხეს. 2 დღე 26 მაისამდე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მსოფლიო ლიდერების მილოცვებს იღებს. მიხეილ კაკაურიძე ლელოს რიგებიდან გარიცხეს, როგორც პარტიის განცხადებიდან ირკვევა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიის წევრი, ქართულ ოცნებას, რომელსაც საკრებულოში ახალი კანდიდატურების დასამტკიცებლად ხმები არ ყოფნი და ქორუმის შექმნაში დაეხმარა. შედეგად მმართველმა პარტიამ ახალი თავმჯდომარისა და ვიცე-მერის არჩევა შეძლო. მიხეილ კაკაურიძემ მიღებული გადაწყვეტილებით 2024 წლიდან პარტიის მხრიდან საკრებულოს მუშაობისთვის გამოცხადებული ბოიკოტი დაარღვია. ქმედების საპასუხოდ ლელომ დეპუტატთან პარტნიორობა შეწყვიტა და ის პარტიიდან გარიცხა. გუშინ ჩატარებული სხდომის შედეგად თბილისის საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს, ხოლო ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე თბილისის ვიცე-მერად დაინიშნა. რა გეგმები აქვს 26 მაისთან დაკავშირებით ოპოზიციას? დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდება. კონკრეტული გეგმა ამ დრომდე უცნობია. გაცხადებულია მხოლოდ ის, რომ ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგობის პლატფორმა 26 მაისის ჩაბარებას გეგმავს, თუმცა რა ფორმით უცნობია. ცალკეული პოლიტიკოსები პარლამენტის შენობის პიკეტირებისა და ხელისუფლების პარალიზების შესახებ საუბრობენ, რაც ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის მიუღებელია. პროვოკაციებს არ გამორიცხავს ხელისუფლება და ოპონენტებს აფრთხილებს, რომ არეულობის ნებისმიერ მცდელობას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ჩვენ არც ერთი პლატფორმის ფარგლებში არ ვიქნებით წარმოდგენილები ამ დღეს როგორც ორგანიზატორები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს ერთიანად ვიდგეთ ხალხთან ერთად და ამომრჩევლებთან ერთად. და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ამ დღის გამოყენება არ მოხდეს პარტიული ინტერესებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამ დაპირისპირებულ ვითარებაშიც კი ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩამოდიან და ჩვენი პარტნიორები ჩამოდიან. რა თქმა უნდა, მათი ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის ემსახურება კიდევ ერთხელ პროევროპული ფლანგის გაძლიერებას და საბოლოო ჯამში იმ პროცესების განმუხტვას, რა პროცესებიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. ის რომ 26 მაისს ნებისმიერი პირი უცხოელი იქნება თუ ქართველი იქნება აპირებს პარალელურ აქციას, ვიდრე არის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, სადაც მონაწილეობს როგორც სამხედროები, თავდაცვის ძალები, ასევე სამოქალაქო საზოგადოება. ეს ნიშნავს იმას, რომ არც დამოუკიდებლობა უხარია ამ ხალხს და პირიქით უნდათ რომ შექმნან რაღაცა პროვოკაციული პროცესები და შესაბამისად მე აი ამ პროვოკაციების საფუძველზე რაღაცა აქციები დაანონსონ და ასე შემდგომ. ბუნებრივია რომ ჯერ ერთი ამის საშუალებას არავინ არ მისცემს, არც შესაბამის სახელმწიფო უწყებები და ზოგადად არც ქართული საზოგადოება, მაგრამ მეორე მხრივ თავიდან ბოლომდე რა თქმა უნდა ის საელჩოები და ის დონორი ორგანიზაციები იღებენ პასუხისგებლობას, რომლებიც უკვე საჯაროდ ჩართულები არიან პოლიტიკაში. ზურაბ ჯაფარიძის დაკავება ისევ შეფასებების თემაა პოლიტიკურ წრეებში. ფაქტს პოლიტიკურ დევნად აცხადებენ ოპოზიციური პარტიები. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ჯაფარიძემ იცოდა თუ რა მოყვებოდა კანონის დარღვევას, თუმცა ეს მისი მხრიდან მიზანმიმართული ქმედება იყო და საქართველოში კანონის დარღვევას ყოველთვის მოყვება სამართლებრივი პასუხი. შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ხდომაზე არ მისვლის გამო გირაო შეეფარდა, რომელიც არ გადაიხადა. 22 მაისს კი გირაო პატიმრობით შეიცვალა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ხდომათა დარბაზში. ჩემი აზრით ეს საკითხი სრულიად არ გამოდგება დაპირისპირების საგნად, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის პერსონალური გადაწყვეტილების საკითხი. ვიღაც თulis, რომ უფრო მეტად ეფექტიანი არის მისი პოლიტიკის კეთება, რომელიც ითვალისწინებს გირაოს გადახდას, ვიღაც თulis, რომ პოლიტიკაში ის სხვა ქვეყნიდან მონაწილეობს, ვიღაც თulis, რომ უფრო ეფექტიანი იქნება მისთვის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადება. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, დაპირისპირების საგნად ჩვენ არ გამოგვადგება გირაოს გადახდის ან არ გადახდის საკითხი. ეს ადამიანები სიმართლეს არ ემსახურებოდნენ და არ ემსახურებიან.
შესაბამისად ეხლა ზოგი იხდის ამ გირაოს, ზოგი არ იხდის ამ გირაოს, აი ესეც მეტყველებს იმაზე, რომ აი იმ ელემენტარულ საკითხზე ვერ თანხმდებიან პოლიტიკურად რა არის სწორი ან სამართლებრივად და როგორ შეიძლება რომ ამ ხალხს ხელისუფლება ანდოს საზოგადოებამ რომელ კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ საერთოდ და რომელ ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობენ ერთი საკითხი არ არსებობს რაზეც 10 კი არა 2 პარტია რო გაერთიანდეს არ არსებობს ასეთი საკითხი და უნებრივია ეს ყველაფერი ნიშნავს იმას რომ არასოდეს ქართული ხალხი აი ამ ადამიანებს ხელისუფლებას არ ანდობს გირაოს გადაუხდელობისთვის ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის დაკავება სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ეხმაურება და ფაქტს შემზარავსა და უსამართლოს უწოდებს. ამგვარი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონგრესი უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით. ქართული ოცნების მთავრობის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩახშობის წინააღმდეგ წერს სენატორი ჯინ შაჰინი. Amnesty International-ის სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს დემონსტრანტების მიმართ ძალადობა და დაშინება. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ანტისამთავრობო პროტესტებმა მოიცვა, სულ უფრო გავრცელებული ხდება პოლიციის მხრიდან ქალების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობისა და უკანონო ჩხრეკის დროს გახდის ბრალდებები. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დემონსტრანტების მიმართ ძალადობა და დაშინება. ვკითხულობთ Amnesty International-ის განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. როგორც ირკვევა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით აყვანილია მოქალაქე, რომელიც სხვადასხვა დროს ყიდდა ნარკოტიკულ საშუალებებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი ნაწილით და 260 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტით მიმდინარეობს. ღამით რუსეთმა დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა კიევსა და ოდესაზე. არიან დაღუპულები და დაშავებულები. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით უკრაინის დედაქალაქში დაშავებულია 8 ადამიანი. დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კიევის რამდენიმე რაიონში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ოდესის პორტის დაბომბვას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. რუსეთმა ოდესის პორტის წინააღმდეგ ისკანდერ M-ის ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. 4 დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით 24 მაისის ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სულ ისკანდერის ტიპის 14 ბალისტიკური რაკეტა და 250 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. სამხედროების ცნობით საჰაერო ძალებმა 6 რაკეტა და 128 დრონი ჩამოაგდეს. კიდევ 117 დრონი ლოკაციურად დაიკარგა. დედაქალაქისა და ოდესის გარდა იერიშის ძირითადი სამიზნე ასევე იყო დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქები. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში ცეცხლის შესწყვეტად საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება. ის ასევე გამოეხმაურა მოსკოვსა და კიევს შორის ტყვეების გუშინდელ გაცვლას. მნიშვნელოვანი ამბავია, რომ გაცვლა შედგა. ეს არის თურქეთში შეთანხმებული დიდი გაცვლის პირველი ეტაპი. ეს არის თურქეთში გამართული შეხვედრის ფაქტობრივად ერთადერთი მნიშვნელოვანი შედეგი. ყველაფერს დანარჩენს რუსები ჯერჯერობით ბლოკავენ. თუმცა ჩვენი ხალხის დაბრუნება არის ის, რისთვისაც ჩვენ ყოველთვის მუშაობთ. აუცილებლად დავიბრუნებთ ყველას, თითოეულ მოქალაქეს, უკრაინელ სამხედროს თუ სამოქალაქო პირს. რუსეთში მყოფი ყველა უკრაინელი ტყვე უნდა გათავისუფლდეს. დღეს სახლშია 390 ადამიანი. ხვალდაზეგ შედგება მომდევნო ეტაპები. გაცვლის ფორმულა 1000-ზე და ისევე როგორც ეს არის შესაძლებელი, უნდა მოხდეს ყველაფერი დანარჩენიც. საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა, საჭიროა დიპლომატიური ნაბიჯები რეალური მშვიდობისკენ, საჭიროა უსაფრთხოების ახალი და ქმედითი არქიტექტურა. ვაერთიანებთ პარტნიორებს ამისთვის და ნამდვილად საჭიროა რუსეთზე მეტი ზეწოლა, რომ შედეგი იყოს არამხოლოდ ერთი, არამედ ყველაფერი, რაც საჭიროა. უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც რუსები ეგრეთ წოდებულ მემორანდუმის ფორმულირებაზე მუშაობენ, რომლითაც მათ სურთ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას უპასუხონ. ეს ნამდვილად არის დაცინვა. თითოეული დღე ომში სიცოცხლის დანაკარგია. რა თქმა უნდა, რუსეთში ადამიანებს არ ითვლიან, თუმცა მსოფლიომ უნდა დაითვალოს. საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები.
რუსეთი მზად იქნება უკრაინას გადასცეს დოკუმენტის პროექტი, რომელიც განსაზღვრავს გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების პირობებს, როგორც კი პატიმრების გაცვლა დასრულდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსეთმა და უკრაინამ 23 მაისს თანაბრად 390 ტყვე გაათავისუფლეს და განაცხადეს, რომ მომდევნო დღეებში კიდევ უფრო მეც გაათავისუფლებენ, რაც სავარაუდოდ ომის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყვეების გაცვლა იქნება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შეთანხმების მეორე ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს თითოეული მხარის მიერ დოკუმენტის პროექტის მომზადებას, რომელშიც აღწერილი იქნება პირობები დარეგულირების შესახებ, მდგრადი გრძელვადიანი ყოლის მომცველი შეთანხმების მისაღწევად. და ახლა როგორც კი სამხედრო ტყვეების გაცვლა დასრულდება, ამ დროისთვის ჩვენ მზად ვიქნებით უკრაინულ მხარეს გადავცეთ ასეთი დოკუმენტის პროექტი, რომელსაც რუსული მხარე ამჟამად ამზადებს. ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასული ღამის შემდეგ სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა. არაბული მედიის ცნობით ისრაელის არმიის მხრიდან განხორციელებული დაბომბვის შედეგად ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ დარტყმა განახორციელა, რომლის სამიზნე ცენტრალურ ღაზაში რამდენიმე შეიარაღებული პალესტინელი იყო. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ღაზაში კონფლიქტი ყველაზე სასტიკ ფაზაში შევიდა, რადგან პალესტინელები შიმშილობენ, ხოლო ისრაელი მხოლოდ მცირე დახმარებას უშვებს მოშიმშილე ანკლავში. ისრაელის მთავრობის საქმიანობის კოორდინაციის ოფისმა განაცხადა, რომ პარასკევს მან გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების კუთვნილ 93 სატვირთო მანქანას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის ნებართვა მისცა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის, ბრიტანეთისა და კანადის ლიდერებს ჰამასის წახალისებაში ადანაშაულებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონი, კირ სტარმერი და მარკ კარნი ისტორიის მცდარ მხარეს დგანან. ჰამას კი არა პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, არამედ ებრაული სახელმწიფოს განადგურებას სურს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ნოელ ბარომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ცილისწამებაში დაადანაშაულა. მანამდე საფრანგეთის, ბრიტანეთისა და კანადის ლიდერებმა მოუწოდეს ისრაელს შეაჩეროს მოქმედებები ღაზის სექტორში. წინააღმდეგ შემთხვევაში კი კონკრეტული ქმედებებით დაიმუქრნენ. მასობრივი მკვლელები, მოძალადეები, ბავშვების მკვლელები და გამტაცებლები, მადლობას, როდესაც გიხდიან თქვენ მართლმსაჯულების არასწორ მხარეს ხართ, კაცობრიობის არასწორ მხარეს ხართ და ისტორიის არასწორ მხარეს ხართ. ახლა ამ ლიდერებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ისინი ხელს უწყობენ მშვიდობას, მაგრამ არ უწყობენ. ისინი ამხნევებენ ჰამას, რათა გააგრძელოს ბრძოლა სამუდამოდ და მათ იმედს აძლევენ, რომ დაარსონ მეორე პალესტინის სახელმწიფო, საიდანაც ჰამასი კვლავ შეეცდება ებრაული სახელმწიფოს განადგურებას და გაითვალისწინეთ, რომ ეს არ იქნება ჰამასისგან თავისუფალი სახელმწიფო. დონალდ ტრამპი 1 ივნისიდან ევროკავშირის საქონელზე 50%-იანი ტარიფის დაწესების რეკომენდაციით გამოდის. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი შტატებისგან არაფერს ყიდულობს, თავად კი ამერიკაში თავის პროდუქციას ყიდის. პარალელურად დონალდ ტრამპი Apple-ს 25%-იანი ტარიფით ემუქრება, თუ კომპანია ამერიკაში გასაყიდ iPhone-ებს შტატებშივე არ დაამზადებს. ისინი უბრალოდ ძალიან ნელა მოძრაობენ. ჩვენ ვეუბნებით, რომ წლების განმავლობაში ძალიან ცუდად გვექცეოდნენ. ევროკავშირი შეიქმნა შეერთებული შტატებისთვის ზიანის მისაყენებლად, შეერთებულ შტატებზე უპირატესობის გამოსაყენებლად და მათ ეს გააკეთეს. ჩვენ მათთან დიდი დეფიციტი გვაქვს. ისინი მილიონობით მანქანას ყიდიან, როგორც იცით, Mercedes, BMW, Volkswagen და ბევრ სხვას და ჩვენ არსებითად შეგვეზღუდა ევროკავშირში მანქანების გაყიდვა, რაც სასიამოვნო არ არის და მე უბრალოდ ვთქვი, რომ დროა ისე ვითამაშოთ, როგორც მე ვიცი თამაში. მათ ისარგებლეს ამ ქვეყნის წარმომადგენლების სხვა ადამიანებით და ამას ვეღარ გააკეთებენ. ირანსა და ამერიკას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დასრულდა. ინფორმაციას Associated Press აფრთხილებს. გარკვეული, მაგრამ არა საბოლოო პროგრესი განაცხადა ომანელმა მედიატორმა რომში გამართული შეხვედრის შეფასებისას. როგორც Associated Press წერს, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი უკვე ყველაზე რთული გამოწვევის წინაშე დგას, მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის მაინც გაგრძელდება. მედიის ცნობით, სირთულეებში იგულისხმება ამერიკის მხარის მოთხოვნა ირანისადმი შეწყვიტოს ურანის გამდიდრება. ჩვენ ახლახან დავასრულეთ მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალური რაუნდი. ჩვენი პოზიციები სრულიად ნათელია. ვფიქრობ, ახლა ამერიკულ მხარეს ჩვენი პოზიციის უკეთ და უფრო მკაფიოდ ესმის. ორივე მხარისგან მოსალოდნელია, რომ წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები ამ წინადადებებსა და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ხოლო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შესაბამისად დაიგეგმება და გაიმართება. იმედი მაქვს, რომ თუ ეს გადაწყვეტილებები დედაქალაქებში სერიოზულად განიხილება, შემდეგ რაუნდში უფრო დეტალურ დისკუსიებზე გადავალთ. მოლაპარაკებები უფრო რთულია, ვიდრე ისეთი რამ, რისი მოგვარებაც მხოლოდ 2 ან 3 შეხვედრაში შეიძლება. ის
ფაქტი, რომ ახლა გონივრულ გზაზე ვდგავართ, ჩემი აზრით, თავისთავად პროგრესის ნიშანია. 18 ადამიანი დაშავდა ჰამბურგის ცენტრალურ სადგურში დანით მომხდარი თავდასხმის შედეგად. 4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. კიდევ 6 დაშავებულს სერიოზული დაზიანებები აღენიშნება. თავდამსხმელი 39 წლის ქალია, რომელსაც დაკავების დროს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოტივი ჯერჯერობით გაურკვეველია. როგორც ჰამბურგის პოლიციის პრესპიკერმა განაცხადა, ამჟამად გამოძიება იკვლევს, ჰქონდა თუ არა დაკავებულს ფსიქიკური აშლილობა. მომხდარს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი და თავდასხმას შოკის მომგვრელი უწოდა. ჰამბურგის ცენტრალურ სადგურზე, რომელიც გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო ჰაბია, თავდასხმა საღამოს პიკის საათში მოხდა. თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ირაკლი კობახიძისადმი მისალოდ წერილში ერდოღანი ყურადღებას ამახვილებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ჩემი და თურქი ხალხის სახელით გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჯერა რომ ჩვენი ქვეყნები, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ ერთმანეთთან, ისევე როგორც ამჟამად მომავალშიც განაგრძობენ ერთობლივ ძალისხმევას რეგიონის წარმატების, სტაბილურობისა და აღორძინების მისაღწევად. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს კეთილდღეობა. ნათქვამია ერდოღანის მისალოდ წერილში. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა უკვე დაიწყეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ნიუ-იორკში გაეროს ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გაიმართა მიღება. შესრულდა ქართული სიმღერები. საზეიმო ღონისძიებები გაიმართა პოლონეთის ქალაქ ვარშავაშიც. შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში კი ანსამბლ რუსთავის კონცერტი შედგა. მიღების ფარგლებში გათამაშდა ავიაკომპანია ედელვაისისა და EasyJet-ის პირდაპირი ფრენების ავიაბილეთები ჟენევიდან და ციურიხიდან თბილისის მიმართულებით. საქართველოს საელჩომ სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით უმასპინძლა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ესპანეთში, ქალაქ სევილიის უძველეს ნაწილში არსებული ყველაზე დიდი და ისტორიული ციხესიმაგრე ჩვენი ქვეყნის ეროვნული დროშის ფერებში განადგა. დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს საელჩოების ორგანიზებით მსოფლიოს 50-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება. გაეროში გაიმართა ტრადიციული საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მიღება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გაეროსთან სხვადასხვა ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა, სამდივნოს წარმომადგენლებმა, გენდივნის ოფისის წარმომადგენლებმა და ტრადიციულად აღინიშნა ის მნიშვნელოვანი ღირებულებები, რომელსაც საქართველოს ემსახურება, რომელიც ემსახურება გაეროს ძირითად პრინციპებს, იქნება ეს მშვიდობა და უსაფრთხოება, იქნება ეს მდგრადი განვითარება. მინდა დავიწყო ქართული ღვინის განსაკუთრებულობით, რომელიც ქვევრში დგება და ხელახლა იბადება ღვინოდ. ეს მეტად სიმბოლურია და განსაკუთრებულია, როგორც თავად საქართველო, რომელიც 26 მაისს რესპუბლიკად დაარსდა 1918 წელს. დღეს ჩვენ მზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლებით და თითქმის ორ ნიშნას ზრდის ტემპით. ეს ნამდვილად გასაოცარია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მინდა მივულოცო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. პოლონეთში მყოფო ჩემო ძვირფასო ქართველობო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაბრწყინებულ ძლიერ ერთიან საქართველოში გვეცხოვროს. დღეს უმასპინძლეთ ჩვენ პოლონელ მეგობრებს დიპლომატიურ კორპუსს, ამაღლებული განწყობა, ყველა ძალიან გახარებულია, ჩვენი პარტნიორები და მეგობრები ჩვენთან ერთად აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობას. როგორც აზერბაიჯანის ელჩი, ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და მსურს მივულოცო მოძმე ქართველ ხალხს და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ეს ღირსშესანიშნავი დღე. საქართველო და აზერბაიჯანი მოძმე ერები და მუდმივი პარტნიორები არიან. ჩვენმა პარტნიორობამ რეგიონი არნახულად შეცვალა. ამ მნიშვნელოვან დღეს მინდა გისურვოთ კეთილდღეობა და სიმტკიცე. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. მოგესალმებით ესპანეთის ულამაზეს ქალაქ სევილიიდან, სადაც მაქვს პატივი ვიყოს საქართველოს საპატიო კონსული და მინდა გულითადად მივულოცო ქართულ ხალხს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გილოცავთ, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, მიყვარხართ. განმხურის სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენა იწყება. ადგილზე არსებულ პრობლემებსა და განვითარების შესაძლებლობებს ინფრასტრუქტურის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო. გასვლითი სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო იმ საჭიროებების დადგენა, რაც აუცილებელია განმხურისა და მალთაყვის სანაპირო ზოლის მოწესრიგებისა და თანამედროვე სტანდარტებით განვითარებისთვის. უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ამ ტერიტორიების მოწესრიგებას, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებად ქცევას ხელს შეუწყობს.
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მოდერნიზაციის პროექტის დასკვნითი სამუშაოები დაათვალიერა. ლაშა აბაშიძე კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტის დეტალები გაიარა. გენერალურმა დირექტორმა ქვიშხეთის ახალი სადგური და ქვესადგური მეცხრე გვირაბი, საყრდენი კედელი, მშენებარე ხანძარსაწინააღმდეგო პუნქტი, მოლითის სადგური და ელექტროცენტრალიზაციის პოსტი დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ მოდერნიზაციის პროექტის სამუშაოების 99% უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე მეცხრე გვირაბში, რომელიც დაახლოებით 9 კილომეტრია, სახანძრო სისტემების, ვიდეო სათვალთვალო კამერების, დაკვამლიანების საწინააღმდეგო ვენტილაციის მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა განმარტა, რომ მოდერნიზაციის პროექტის დასრულება ქვეყნის სარკინიგზო და სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის. სწორედ ამიტომ არსებითად მნიშვნელოვანია პროექტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში სამების საკათედრო ტაძრის ეზოში წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის მშენებარე ბაზილიკის მიმდებარედ მოეწყო აფხაზეთიდან დროებით დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. ჩატარდა კალიგრაფიის მასტერკლასი, ასევე გაიმართა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება და აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების გალა კონცერტი. ჩვენთვის ეს არის ტყივილი, ეს არის გული, ეს არის მომავლის ხედვა და ვფიქრობ, რომ ერთობით ლოცვით არც დაგვავიწყდება აფხაზეთი და შევხვდებით ერთმანეთს. 2025 წლის აფხაზეთმა ეს ძალიან განსხვავებული. ჩემი კალიგრაფიული ნამუშევარი მიუძღვე იმ დღევანდელ დღეს და მადლობა ძალიან დიდი ამ შესაძლებლობისთვის. ირაკლი მელიქიშვილი მსოფლიო ქამრის მფლობელია. საქართველოში პროფესიული კრივის საღამო გაიმართა ახალი სპორტის სასახლეში. VBI International-ის ქამრის გათამაშების ჩვენმა ქვეყანამ პირველად უმასპინძლა. საღამოს ესწრებოდნენ მსოფლიო კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ჰოვარდ გოლდბერგი და მსოფლიო კრივის ლეგენდა როი ჯონსი. მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლების შემდეგ ღონისძიების მთავარი ბრძოლა გაიმართა ირაკლი მელიქიშვილმა, რომელიც საქართველოში პირველად ჩამოტანილი EBA-ის მსოფლიო ქამრის დაუფლებას შეეცადა. მისი მეტოქე ირანელი მეჰდი სარბაზი იყო, რომელმაც ბრძოლა კარგად დაიწყო, მაგრამ 10 რაუნდიან ბრძოლაში ქართველმა მოკრივემ ქულებით აჯობა და ქამარი მოიპოვა. საქართველოში მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლები სექტემბერშიც გაიმართება და მას ბათუმი უმასპინძლებს. ძალიან რთული ბრძოლა იყო, 10 რაუნდიანი ბრძოლა. მე პირველად ვიბრძოლე და დიდი გამოცდილება შევიძინე ქამართან ერთად, რა ვიცი და ყველა წარმატებებს ვუსურვებ მოკრივეებს. დიდ მადლობას მოვუხდი ყურადღებისთვის, გულშემატკივრობისთვის, დაფასებისთვის. ძალიან ბევრი ხალხი იყო და რა ვიცი, გახარებული ვარ. მნიშვნელოვანია, როდესაც შენს ქვეყანაში ტარდება ესეთი კრივის შოუ და ესეთი ღონისძიებები, რადგან დღეს უკვე ადგილობრივი ხარ, ესე ვთქვათ, ჩამოდის უცხოელი სპორტსმენი, შენ ბრძოლობ შენს კედლებში, შენი ქვეყნის წინაშე და ვფიქრობ, რა თქმა უნდა, გეხმარება, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი არის, მით უმეტეს ბევრი მაყურებელი მოდის წელს, ახლა 3 ტურნირი, 3 შეჯიბრი ჩატარდა ესეთი და 3-ვე სხვადასხვა ქალაქში და 3-ვეგან სავსე იყო დარბაზი. მოამბეები დასრულებულია, ერთმანეთს შევხვდებით 15 საათზე დროებით.